6 იანვარს ლას-ვეგასში გაფორმდა დოკუმენტი, რომელმაც შენი პროფესია ფაქტობრივად გააუქმდა. ჯენსენ ჰუანგმა წეს 2026-ზე წარადგინა სისტემა, რომელმაც ადამიანის შრომა ფაქტობრივად გააუფასუა. აშენდა გიგანტური AI ქარხნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები 24 საათის განმავლობაში შრომობენ და ხელფასსაც კი არ ითხოვენ. შენს ადგილს იკავებს მანქანა, რომელსაც არ შეა, არ ძინავს და არასოდეს არ იღლება. სანამ შენ გძინავს, სისტემა ვირტუალურ სამყაროში მილიონჯერ ცდება და სწავლობს. რათა რეალურ ცხოვრებაში შენს მაგივრად უშეცდომოდ იმუშაოს. შენ შეცდომის უფლება აღარ გვაქვს, რადგან შენი ციფრული კონკურენტი უკვე იდეალურია. ეს ნასწავლი იდეალური ტვინი უკვე რკინის სხეულში ჩასახლდა და ფიზიკურ სამყაროში გადმოვიდა. რობოტი შენს სამუშაო მაგიდასთან დგება და საქმეს შენზე სწრაფად და თანაც უფასოდ აკეთებს. ბიზნესმა არჩევანი გააკეთა. რობოტი ზრდის მოგებას, შენ კი ბიუჯეტისთვის ზედმეტი ტვირთი. სიიდან შენი სახელი ამოიშალა. იმ მხოლოდ ვალები და ცარიელი მაცივარი გელოდები. ეს უკვე მომხდარი ფაქტია. ვინც ამ ახალ ინფრასტრუქტურას არ ფლობს, ის რჩება ქუჩაში, ციცივესა და სიბნელეში. გადარჩენა მხოლოდ ადაპტაციაში. სხვა გზა უბრალოდ აღარ აქვს. თვით გადარჩენის ინსტრუქცია აქ არის.